14 ივლისს აქცია სახელწოდებით ქართული მარში აღმაშენებლის გამზირზე გაიმართა. მონაწილეები ითხოვენ, რომ არალეგალმა უცხოელებმა დატოვონ ქვეყანა, ან ხელისუფლებამ შეცვალოს საიმიგრაციო კანონი. აქცია 24 სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან მარჯანიშვილის მეტრომდე ქართული სიმღერებისა და შეძახილების თანხლებით მიმდინარეობდა. დაგვასვენო ქართველიერი, ჩვენი ძები და ძმები დაასვენოთ ამ არალეგალებმა, კრიმინალებმა და დაგვანებოთ თავი. თუ უნდა ბიზნესი, სტუმართმოყვარეობა ქართული დაინახონ, შემოვიდნენ როგორც სტუმრები, როგორც ტურისტები, დაინახონ ჩვენი სტუმართმოყვარეობა და არა ჩვენ თქვაში ჩვენ მათ პროსტიტუციის და საშუალებას და მთელი ნარკოტიკების რეალიზაციის საშუალებას და ჩვენი ახალგაზრდების გარყვნილ უფლებას არ მივცეთ ნამდვილად რა. მთელმა საქართველოს და არაქართველმა თუნდაც ღირსება უნდა შეინარჩუნოს. ჩვენ ღირსება რო არ დაკარგავს ქართველმა ერმა და საქართველოს, მაგიტომ ვართ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ის, რომ სასწრაფოდ უნდა გაყაროს არალეგალები, რომელიც არალეგალურ კრიმინალურ საქმიანობაში ჩადიან და თუნდაც ლეგალები, ვინც ასევე არალეგალურ კრიმინალურ საქმიანობაში ჩადიან. დამტკიცოს და გაამკაცროს მიგრაციის და ასევე საპასპორტო კანონი, მოქალაქეობის კანონი, უნდა გაამკაცროს სასწრაფოდ ბინადრობის უფლებები. მე ვითხოვ ჩემი ქვეყანა რო იყოს ბედნიერი, ჩვენი ხალხი რო იყოს ბედნიერი და არა ის არ გინდა ჩვენ უცხოელები კი გვინდა შემოვიდონ ასია და ერთი თვით, ორი თვით, მაგრამ აქ რო სააკაშვილმა ჩამოურიგა ერთ კვირაში პასპორტები და მოქალაქეობისა, ეს დავით აღმაშენებლის ქუჩა აღარ არის, ეს არის უსულამების ქუჩა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეროვნული სახელმწიფოობა, ეროვნული ცნობიერება აღდგეს სახელმწიფოში. ქართველებს ეკუთვნოდეს უპირველეს სკოლისა ჩვენი სამშობლო. ჩვენ არა ვართ არც ფაშისტები, არც შოვინისტები, არც ქსენოფობები. ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენი წინაპრები, შთამომავლები, რომლებსაც მიგვაჩნია, რომ საქართველო არის უპირველეს სკოლისა ქართველთა ქვეყანა, ამიტომ ქვია მას საქართველო. ყველაფერი ნათელი რასაც მოვითხოვთ. დაფინანსება უნდა აიგზავნოს უცხოეთიდან. პირველ რიგში თქვენი ტელევიზიების. თქვენ გაათახსინებთ მთელი საქართველოს. ყველაფერს. ხალი ხალს აღარ გავს და კაცი კაცს აღარ გავს. მომავალი თაობა, მეტი არაფერი. ტელევიზიის ვალია დაფინანსებას იღებ და ყველაფერზე ხელს აწევთ. ყველაფერს, ნუ მივიდა ქართული კაცი და გამოიყვანეთ ქუჩაში. ყველამ პატივისცეს საქართველოს წესჩვეულებებს და მოიქცეს შესაბამისად, თუნდაც ამ წუთას აღმაშენებელზე მოსახლეობა შეწუხებული რომ არის და საღამოს ქუჩაში გამოსulis ეშინია და ბავშვებს ვერ უშვებს გარეთ, უნდა აღმოიფხვრას სახელმწიფომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ თუნდაც ჩამოსული ბიზნესმენები, ემიგრანტები მოიქცნენ ჩვენი ზნეჩვეულებების შესაბამისად და თუნდაც იმით გვცენ პატივი, რომ აბრები უნდა იყოს ინგლისურ, როგორც საერთაშორისო ენაზე და ასევე ქართულ და არა სხვა ენებზე. საქართველოს უნდა მართოს ქართველმა, ოღონდ ხას უსმენ მართლმადიდებელმა ქართველმა. და ყველას მოუწოდებ წეღანავს კი და ეხლას ვიტყვი, რომ ვიკი ბოკიბული ლაპარაკი არ უნდა ამ ამბავს, უნდა რომ ქართველმა ადამიანმა ლოცვა გააძლიეროს ეგუშველის მარტო საქართველოს. და ქართველი კაცი იყოს ქართველი. და ნუ იმაშვებიან აქ ითო ქართველის ბრალია რა ხდება და როგორ ხდება. იმიტომ რომ დავით აღმაშენებლის გამზირია და რა მია ქაქაურობა თურქულს. აღმაშენებლის გამზირზე არსებული უცხოური რესტორნების დიდი ნაწილი აქციის მიმდინარეობის პერიოდში დაკეტილი იყო. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც იყო მობილიზებული.
ქართული მარშის ორგანიზატორებმა აქციის ბოლოს სიტყვით მიმართეს შეკრებილ საზოგადოებას და გააცნეს მათ მიერ შემუშავებული პეტიცია, სადაც აპროტესტებენ უცხო ეროვნების წარმომადგენლების მასიურ დასახლებას საქართველოში და სთხოვენ ხელისუფლებას გამკაცრდეს უცხო მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის უფლებების მიღების წესი. უცხოელი მოქალაქეებისაგან ქართულ მოსახლეობაზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე ძალადობის და ქართული კულტურის ძეგლების შეურაცხყოფის მომრავლებულ ფაქტებს. ვაპროტესტებთ უცხო ეროვნების წარმომადგენლების მასიური და კომპაქტური დაფუძნების ფაქტებს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში. გვაჩნია, რომ ამ ყველაფრის მიზეზი საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები და არალეგალების უკონტროლობა. ხელისუფლებას მივეცით ერთკვირიანი ვადა. ხელისუფლება არ შეასრულებს ჩვენს მოთხოვნებს და ჩვენ პირობას ვდებთ, რომ ვიქნებით 10 ჯერ უფრო მეტრი და შემდგომში ჩვენი გაჩერება აღარ იქნება. დიდი მადლობა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, უფალი გვხმარავდეთ.